21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე პირველად პარიზში 2000 წელს აღნიშნეს. დედის დღე ასე დავარქვი სახელით. დედაჩემმა 1000 დღე გაიარა. ჩემი დედაც იყო და კოლმეურნეობის წევრიც. მამაჩემის ცოლიც, სამზარეულოს უფროსი, ძროხის წველავი და ყველის ამოყვანი. მოცინავე მებოსტნე, ჩემი გაკვეთილების პირველი ინსპექტორი, კრუხის დამჯენი და წიწილების გამზდელი. დედა კი იყო, მაგრამ სახელმწიფოც იყო ჩემი. ყველაფერს მას ვთხოვდი, მიფხავ პერანგიდან დაწყებული, რძეს, ჩაის, კარაკს, პურს, ფეხსაცმელს, ყველაფერს, რისი სახელიც თვითონ მასწავლა. ვთხოვდი და ვთხოვდი, თვითონაც არ მაწმილებდა, ოღონდ არ მომეწყო აჯანყება, არ ამეფეთქებინა ბომბი, ბარიკადებითა და რევოლუციით არ დავმოხრებოდი. რასაც მოგონდა ამისთანავე ჩემთვის, რომ ყველაფერი მოეძებებოდა, ხანდახან კაი გასინაქებაც სლოგანზე ამიტეხდა, მაგრამ ცოტა ხნის მერე გაზაფხულიც მოდიოდა, დედის გაზაფხული, გაატმიანებული, გავაშლებული, გამსხალებული, გარეტიანებული, დამამშვიდებელი ვაქცინა და ისევ გაუთავებელი მოთხოვნები, სულ დილიდან საღამომდე. დედა იყო, მაგრამ ძაღლებით დარბოდა, გელიც იყო, დათვიც იყო, სხვა ვინმეც და რამეც, ოღონდ მე ფერი არ დამკარგლოდა, არ გამოუწყვეტილიყავ ტოლებში, ოღონდ და ეს იძახის ერთი დღეო, ისიც სიმბოლურადო, ეს მართლა სიმბოლური და შემოლილი, ერთ დღეში როგორ ჩავატიო მისი 1000 დღე, 1000 ცრემლი, 1000 წვეთის სისხლი, 1000 გამოძებნილი გაზაფხული. ახლა ამ წუთში უზარმაზარი რეპროდუქტორების ხმიანობით რომ აზანზარებენ ჩემს ციხესიმაგრეს და მთელ მსოფლიოს წვდებიან, ოკეანეები რომ დაწყრავდნენ, ზღვები დაშოშმინდნენ, ნუ დაიგლეჯენ მდინარეები ძარღვებს, ნუ დაკლავენ ერთმანეთს ადამიანები. ყოველდღე იფიქრონ დედაზე, ყოველდღე გაიხსენონ დედა, სულ დედა ინატრონ, არასდროს დაცილდნენ დედას არ გაცილდებიან, არ გაუცილდებათ ხელები, ფეხები, გული არ გაუცილდებათ, სულ კარგად იქნებიან, სულ დედა მომდებათ და არასდროს სისხლი, ომი, სულ ძაღლობა, გონების წარღვნა და ცვედანი გაზაფხული. როცა ასეთი რაღაცა ცრემლი მოდის, ცრემლი თუ არ მოგადგა წერის დრო, ნამდვილი ცრემლი უცებ უკან ვერ წაიღებ, ნამდვილი ცრემლი მალე არ შრება. გაზაფხული ტორნადო, ისევ გაზაფხულზე. თუ ომია, ომი იყოს, გაზაფხული ტორნადო, ამიყვანოს, გამიტაცოს, 1000 რომ ტონადობს, გამაყოლოს, ვინაც მიყვარს, აფრებიან გუნდებად, ომში მივად, ომიდან კი განაყოლა ბრუნდება, გამაყოლოს ფთარლიონის, მტკვარისა და არაგვის, ამად ფრთებს ვინ შეაჩერებს გაზაფხული რას დაღლის, ამიტაცოს, ცეკვა იყოს ან მუსიკის ტორნადო, ერთხელ მაინც დედამიწა კოსმოსიდან მოვლანდო, ერთხელ მაინც დავერიო ბერღურებს და ყანჩალებს, გაზაფხულის დასაწვავად მუდამ ცეცხლს რომ აჩაღებს, აწვევებს კვირტის ტეხვას, კვირტის სიცილს აჩალებს, გადარეცხავ ჩემს ეზოდან ის ტორნადო ყაჩაღებს, ამიყვანოს, გამიტაცოს, 1000 რომ ტონადობს, თუ ომია ომი იყოს, დაუბერე ტორნადო. ისხდნენ ქალები და სვამდნენ ჩაის, მათი ტრამვაი არ გავდა ჩავლილს. კვლავ ბატონობდა ამ შუქი თეთრი და ფეთქდებოდა ქალური დენთი. ნოტები ფერის, ნოტები ხმების, მოქონდათ ქარებს ძველი გამოხედვის და იყო სცენა ოდნავ მაღლივი, ფოთოლცვენობა ყვითლად დაღლილი და იყო კიდეც რაც აღარ ჩამდა, წავიდა გაქრა და გაჩანაგდა. თუმცა ტრამვაი არ გავდა ჩავლილს, ისხდნენ ქალები და სვამდნენ ჩაის. საერთოდ დიდი დღე არის, პოეზიის დღეც ყოველ დღე არის. პირობითი არის, ყველა რაღაც დანიშნულება და მითითება, თქვათ. ჩვენ მშვენიერი თარიღი გვქონდა 7 მაისი, რიცხვი 7 მაისი პოეზიის დღე. აღნიშნავენ ამას, რა თქმა უნდა, აღნიშნავთ ჩვენთან უნივერსიტეტში. ჯერ გაზეთიც გამოდიოდა, პოეზიის დღე ქვიოდა, მერე ჟურნალი გამოდიოდა, ჩვენი ბატონი ლუკა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა და ჩვენ ძალიან ესე მიყვარდა ეს ჟურნალი, ხა ცოტა შეფერხდა და მე მგონია ისევ გამოჩნდება. ამბობენ საერთაშორისო დღე 21 მარტი კიდევ, ვამბობ იმას, რომ ნამდვილი პოეზია საერთაშორისო არის. პოეზია
შეიძლება ვერ ვთარგმნოთ ყველა და ყველა ვერ წაიკითხოს, მაგრამ საერთაშორისო მოაზროვნე არის საერთოდ წერალი და მისი ნამდვილი სათქმელი, ჭეშმარიტი სათქმელი თუ გააჩნია და ისე წერს, რომ მას თავისი სამფლობელო აქვს, თავისი ტერიტორია აქვს, თავისი დამოუკიდებლობა, ინდივიდუალური სახე აქვს, ნაწერი მაქვს მხედველობაში და თავისი, ასე რომ ვთქვათ, ეს სტილზეა საუბარი, ამის ასე იგი ჩამოყალიბება შეუძლია რამდენადმე მაინც ის საინტერესო არის ყველასთვის და თუ კი ამას შეინარჩუნებენ თარგმნის დროსაც, მაშინ ასე იქნება. ასე ვარ ჩვენ უცხოელი ავტორების მიმართაც და მიტომ მიყვარს ისინი. წერალი ქვია ყველა ამას საერთოდ და ჩვენ გვეშლება პროზაიკოსია და პოეტია არის. ხოდა წერილები არიან ისინი ყველა, ხოდა ყოველთვის დგას მოვლენების ცენტრში. ყოველთვის თანამედროვეა. პირველ რიგში იგი ამჩნევს. ახანდახან რო ვიცი ჩვენ თქმა ცხოველებმა იციან ეს მიწის ზვრისა და რაღაცა და ატეხავენ ერთ ამბავს. იგი ამჩნევს, წერალი ამჩნევს ყოველთვის რა ძვრებია მოსალოდნელი კარგისკენ თუ ცუდისკენ საზოგადოებაში. ეს ტალღები როგორ იშლება ზემოდან რომ მოდის, რამდენად სასიკეთო არის. ჭეშმარიტი წერალი არასდროს არ მიდის სიკეთის საწინააღმდეგოდ. ყოველთვის არის მისი მომხრე და ყოველთვის არის იმ თავისი სიტყვიერებით, თავისი შესაძლებლობებით სურველი იმისა, რომ ადამიანები რაც შეიძლება უფრო მეტი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მეტი სითბო უწილადონ ერთმანეთს, მეტი მოეფერონ ერთმანეთს და ხედავთ ახლა თქვენ დღეს როგორი ვითარება არის მსოფლიოში. ასე იგი ყველაზე მეტი ჭკუა ვისაც უნდა ქონდეს თავში, ხელოვნებაში სახელმწიფოთა ხელმძღვანელები, ყველა რანგის რაც უნდა იყოს და ისინი სახელმწიფოს მასწავლებლები უნდა იყვნენ, თავიანთი ენის მასწავლებლები უნდა იყვნენ და თავიანთი საზოგადოების ყველაზე მეტ უბედურებებს ისინი ატეხავენ ხოლმე და არ შეუძლიათ, ესე იგი განუხდონ ეს სიტუაციები. აზროვნება, პოეტური აზროვნება, ხელოვანი კაცის აზროვნება, ყველაზე სუფთა აზროვნება არის, ყველაზე ნამდვილი აზროვნება არის, რომელიც სჭირდება ხვალინდელი დღის გათენება სჭირდება, ხვალინდელი მზის აღმოსვლა სჭირდება, ამ ღრუბლების მოცილება სჭირდება. ამიტომ ბევრი უნდა იკითხოს, ყველა უნდა იკითხოს. ლექსი უნდა იკითხო, მოთხრობა უნდა იკითხო, არ წავალ შორს და პირდაპირ ჩვენ ქართულ წერილობაში იმდენი რამე გვაქვს, იმდენი ისეთი მაღალი დონის მწერლები ყავს, მარტო ინანიშვილი იკითხოს კაცმა, ჩემო ბატონო, ვთქვათ, გოდერძი ჩოხელი იკითხოს კაცმა, რეზო ჭეიშვილი იკითხოს კაცმა, ესე იგი დამთავრებულია იმისგან, ესე იგი არანაირი ინსტიტუტი არ უნდა, ასე არ ვეპაკულტეტი, რა სპეციალობა თუ ჭირდება კი ბატონო, მაგრამ იმიდან გამო უმაღლესი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც სახში ზრდაედგომება და არ დააწვავს თავის სახს და არ დაანგრევს და იქაც მოეფერება ყველას და გარეთაც ესე იგი სანიმუშო ადამიანი იქნება და უზარმაზარია ქართული წერილობა მოგეხსენებათ მარტო ვეფხისტყაოსანი ეს ჩვენი საოცარი ბიბლია ერის კაცის მიერ დაწერილი ესე იგი და ჰურამიშვილის ეს ორი საკმარისია მაგრამ მე 20 საუკუნე ვწერა ჩვენ აქ უნივერსიტეტში წრე გვაქვს ლიტერატურული წრე გვაქვს სტუდენტი ახალგაზრდა მყავს აი ამ წრეში კარგ საქმეს აკეთებენ ესე იგი ვასწავლით როგორ უნდა ესე იგი დაახლოებით რეცენზირება როგორ უნდა მოახდინონ ტექსტებს უკითხულობენ თავისი აზრი როგორ გამოყვეთოს რა არის თქვა ყურადღება მისაქცევი თანამედროვე მწერლობაში თუნდაც როგორია დღევანდელი ლიტერატურული პროცესები სამი წიგნი გამოვეცით უკვე საწინააღმდეგო დავარქვით სახელად და მეოთხეს ახლა ვამზადებ ერთი გვაქვს და გამოცემა ჭაშნიკი ქვია სახელად და ეს ახლად დახელმული ჩვენი ახალგაზრდა მწერლები გვყავს სტუდენტები და ამასაც ვაგრძელებ და ამ ბავშვებსაც უნდა დასაქმე როაკეთონ უხარია და ძალიან კარგია და მე მინდა რომ 20-25 კი არა მთლიანად მთელი ფილოლოგიური სამყარო ასე თუნდაც ჩვენი შიდა აი ესე ჭკუაზე დადგეს და ესე იგი ძალიან ცუდია რომ ფილოლოგმა არ იცის გამართული მეტყველება ძალიან ცუდია განსაკუთრებით წერითი მეტყველება წერა გვიჭირს ძალიან გვიჭირს წერა ესე იგი და ამ დროს როგორ უნდა ვასწავლოთ სხვას უცა ჩვენ არ ვიცით წერა და ამიტომ აი ამასაც ნაწილობრივ მაინც ერთი ჯგუფი ახერხებდა რაც შორის ლექციებზე ვახერხებთ მე ვიხარია რომ ჩვენ გვერდით არიან ძალიან საინტერესო პიროვნებები უნივერსიტეტში ახალ პოეზიის დღეაზეა საუბარი და საერთოდ წერილობაზეა საუბარი
ჩვენი კათედრა ძალიან ცნობილი კათედრაზე ცნობილი ადამიანები მოღვაწეობენ. ავთანდილ ნიკოლაიშვილი ახლაც შესანიშნავი ლექცია ჩაატარა ეგრ ქართულ ევროპულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ომარ გვეტაძე ცნობილი მწერალი, ლუკა დვალიშვილი მწერალი ლიტერატურულ პროცესებში სანდო მკვლევარი არის და ქუთაისში პირველად რო გამოჩნდი მას ყალდუროს რაიონიდან ვარ და რო ჩამოვედი სულ ბიჭი ვიყავ მე-7 კლასელი ბიჭი შახტი ზურაბ კუხიანიძეს და მაშინ პიონერთა სასახლე ერქვა ახალგაზრდობის სასახლეს დირექტორი იყო და გაგონილი კი მქონდა, მაგრამ მაშინ ასე იოლად კი არ ხდებოდა წერილებთან შეხვედრა. მართლა ხატება და ღმერთება მიგვეშლა და რომ მომკიდა ხელი და მიზეზე მომეთქადერებოში და მორიალობდი და მომხარე ასე რომელი მქონდა ერთი და შევიყვანა მომეფერა და წაიკითხა ფანქრით ასწორებდა მახსოვს ფანქრით რაღაცები და ბევრი არ უცვალები ვარ მითხრა გახედმა შეიძლებაო შენიო გახედნა ზალებანო იზერვარი ესეთი პიროვნება და პოეტი ჩემული პოეტი სასაული პოეტი არის იშვიათი პოეტი არის ავთანდილ ყურაშვილი პოეტი პროზაიკოსი რა ვიცი ეს ძალიან გამორჩეული კაცი არის და მოაზროვნე დიდი მოაზროვნე არის. აგერ კიდე ჩემი თაობის წერილები რა თქმა უნდა ქუთაისში რუჯა თავბერიძე მთელი დასავლეთ საქართველოს სუნთქავს მისი სტამბით. ესე ჩვენი გიზო თავაზე ჩემი მეგობარი რომელიც ქუთაისის სამოთხეში არის მოქცეული და აგერ ეს სარდაფიც აქვს აკეთებული ყველაფერი ესე ახალგაზრდობის პარკს ეძახიან და არის შევაბატონო და ყველაზე მეტი ცნობილი კაცი არის, იმიტომ რომ ყველა მასთან მიდის გამვლელის და გამოვლელის, ახლა ჩემ დროს ერთი რომელიც ყველას უყვარს და მე. ეს არის ძალიან ახალგაზრდობაში, ადრე ეგ დაწერილი არის, მაგრამ მე ვერ დავიდა, მალეც უფრო ახალგაზრდდება. აგი ახალგაზრდდება. უნდა სიოს შენი თმების ტევრი მომისიოს მაგ თვალების ცელქით ბებით გზაშარაზე მზდიოს გამახსენოს როგორ კრეფთი რიონისპირს ერდროს შენი მზეზე გაფიცხებულ ტუჩების ვერ ხენდროს და იმ ფერში უნდა სიოს გრძალვით შემახედოს მან რა იცის რამ წარია მოგონება ხენდროს გამიმეტა დამამსგავსა აკაფებულ რიონს უნდა სიოს ამ შვენიერ დილით გადავრიოს